7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. იგი 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. გურჯაანის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება მამა ილია ჭაველიძემ აღავლინა. სახარების მიხედვით ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. რასაც გაიღებთ ღმერთისთვის, ის დაგიბრუნდებათ ღმერთისგან. არ დაიზაროთ, სიზარმაცეს ებრძოლეთ, არც გადადებთ, გადმოდებთ, იცოდეთ, რომ იმის წილს ღებულობ ზუსტად, იმის წილს გაძლევს ღმერთი. იმ პასუხისგებლობას, რომ იღებ შენ თავზე, რომ ქრისტიანი გახდე და ილოცო და იმარხულო და იქ რომ შეუვალი ხარ და შენ თავთან, საკუთარ თავთან რო ხარ შეუვალი და იმ სრულ ფიქრებთან, რომელიც სულ გეონება, რა მოხდა, აიღე, შეჭამე კაცო, რა აიღო ეგ რა არის, რა მოხდა და რა მოხდათიო, გზაო ჯოჯოხეთამდე მინდისო. აი ესეა. და აი ეს ცვლილებებიცა, რა ხარება რა იყო, საწყისი იყო იმ ცვლილებების ზუსტად. რაც შემდგომ განვითარდა იმით, რომ დაიბადა, განხორციელდა უფალი, უფლის ძე ღმერთი განხორციელდა და მოვიდა ჩვენთან, ჩვენივე ხორცში და ჩვენთან ერთად ჭამა, დალია, დაგუბანა, მოგვეფერა, სიყვარული გვასწავლა და ამ სიყვარულის გულისთვის თვითონ შეწირა თავი. აი რა გვასწავლა. თავდადება გვასწავლა, სიყვარული გვასწავლა. ჩვენ ყველაფერი გვეზარება დღეს და ყველაფერს უმნიშვნელოდ ვთვლით. ამ ცვლილებების იმიტომ გვეშინია, რომ არა ვართ მზად. სულ რაღაცა ცუდის მოლოდინში, რატო უნდა იყო ცუდის მოლოდინში? ვერ გავიგე კაცო. ქრისტე მაცხოვარი მოვიდა, მეგობარი შენი, რომელმაც სიყვარული გასწავლა, მოგეფერა, ჩაგეხუტა, ნუგეში გითხრა. განგამტკიცა, გაგაძლიერა და შენი გულისთვის ჯვარს ეცვა. რისი უნდა გეშინოდეს ადამიანო, მითხარი. თუ შენ არასწორი ცხოვრებით არ ცხოვრობ, სწორი ცხოვრებით ცხოვრობ, თუ შენ ღირსეულად ცხოვრობ, თუ შენ რაღაცებს იქ კუთხე კუნჭულებში არ მალავ, რისი უნდა გეშინოდეს? არაფრისი არ უნდა გეშინოდეს. აი ამ ცვლილებების დღე არის დღესაც რა. ჩვენთან ესე დაგვიდგა და მადლობა უფალს ყველაფრისთვის, იმ წარსულისთვისაც და რაც იქნება იმისთვისაც და რასაც ვიმსახურებთ ის იქნება. აი ესე იქნება ჩემო ძვირფასეო, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ უღალატოთ. და თითოეული ჩვენი სიზარმაცე და მოუცლელობის საბაბის ძებნა ღალატის თოლფასია. ღალატის თოლფასია. ამიტომ მოსთხოვეთ თქვენ თავს, რომ იყოთ გულწრფელი, რომ იყოთ ძლიერნი, რომ იყოთ შეუვალნი და უხორცონი. ვითარც ანგელოზნი, ღმერთმა დაგლოცოთ, მრავალს დაგაცნოთ და მრავალი ხარების დღეს დავსწრებოდეთ და სიხარული ქონებოდეს გულში იმისა, რომ ჩვენ ერთათა ვართ და ღმერთი ყავს.